მოვედით ქალაქის ცენტრში კულტურის სახლთან. ეს ორი პიროვნება ახაბერ ბენიძე გამგებელი დღევანდელი ხობის და მოადგილე ჩოკორაია მახარე ჩამოვიდნენ გამგეობიდან საღამოს 8 საათიდან 9 საათამდე იქნებოდა ალბათ ასეთი რო იყო. მე რო დამინახე წამოვიდნენ ჩემსკენ გამისორდნენ ფიზიკურად. ფაქტის სახეზეა რაც ფშირს მაგათი ხელიდან. იდაყანდნენ წეხლებს მოშლებს ეს ნაციონალი კიდე აღდგას ამას აქ რა უნდა. ეს იყო მიზეზი. საჩვარე შევიტანე, იმიტომ რომ მე მინდა სამართლიანი გამოძიება წავიდეს და მე თანამშრომლობ გამოძიებას და ვითამშრომლობ ამ საქმეს ვიყვან ბოლომდე. იმ საღამოს მე შევედი გამგეობაში, დაცვის თანამშრომელმა არ ამიშვა. მიზეზი რო ვკითხე, ბენიძემო გამგებელმაო მიბრძანაო, რომ ლაშაფარულავა არ შემოუშვათ. მე ზევით არ ავსულო, ამის კადრებიც არსებობს. მე იქ ფოიეში რო ვარ. თქვენ ერთი იყავით თუ რამდენიმე? არა, იქ იყვნენ ჩემთან ერთად კიდე ბიჭები შემოვიდნენ, მე შესული რო ვიყავი მაგის მერე. ორი ბიჭი, რახან მე ხო ასეთი რაღაცა გავიგე. არ შემოუშვებდა ეს ნაციონალიო. მე ცოტა ავღელდი. ამის ნიადაგზე ბიჭები შემოვიდნენ, კაი არ გიშვებენ, გამოდი გარეთ გავიდეთ. გამოვედით გარეთ, ეს ბიჭები წავიდნენ. მე წავედი კულტურის სასახლის მხარეს. ამ დროს იყო ეს სადღაც 5 წუთი წარ იქნებოდა გასული, მე მარტო რო დამინახეს, გამოვიდნენ ორივე ერთად. ორივე ერთად გამოვიდნენ? ერთად. ბენიძე რო იძახეს ახლა რომ მარტო იყო ჩოკორაიაო და მე მეჩ გასაშლებლად რაზე ჩამოვიდა, ასეთი ამბავი თუ დაინახა თავდასხმა, პოლიცია რატო არსებობს, დაცვა რატო დგას მან. პირადი განცხადების საფუძველზე გამანთავისუფლა მე ბენიძე. მაგრამ ეს პირადი განცხადება იყო ზეწოლის ხვის დაწერილი. რას გულისხმობთ აი ზეწოლში? ნაციონალი ხარო და უნდა წახვიდეო რა. ეს იყო პირდაპირ ახლა მე იგებდა. არავინ არ დააფიქსირებს, იმიტომ რომ ვიყავით ორი კაცი. ორი კი არა, მე ვიყავი ერთი და მაგ ისინი იყვნენ სამი. ბატონმა ბენიძემ ძალიან კარგად მიიღო, მაშინ რო ავედი წინათ, რო ვიყავი წინაზე ასული და მითხრა, ლაშაო, შენ ვერ დაგასაქმებო. მე ვუთხარი არც მოვსულ ვარ, რომ დამასაქმო მაგისთვის, მე ვუთხარი უბრალოდ მიზეზი მაინტერესებდა. მიზეზი ხო იციო რატომაცო და ნაციონალი რო ხარო რა. ხო და მე მითხრა, შენი მეუღლე მუშაობსო, არამედ. მაშინ შენ მეუღლეს დავასაქმებ. პრობლემა არ არისო. მე კარგი ურთიერთობა მქონდა მაგ ხალხთან. კი ბატონო, მე ვუთხარი, არ მოგერიდოს შემახსენებ. იმ საღამოს რატო ახვდი? იმ საღამოს ავედი ზუსტად ამ ამბავზე, ამ საკითხზე. მაგის მერე რაც მე მაგასთან ვიყავი, ერთი თვე გავიდა. შემახსენეო რახან მითხრა, რომ ვნახე რომ შუქი ანთებული იყო და დღე მაინც არ მიშვებდნენ. მე ვიფიქრე, საღამოა, ავალ ვნახავ და ვკითხავ რა, შემახსენეო თავისი სიტყვა იყო. ამის საფუძველზე მინდოდა მაგის ნახვა.